გამარჯობა. ჩვენი ტრენინგის მონაწილემ ერთი საინტერესო შეკითხვა დაგვისმა. როგორ გაიგოს სკოლის მოსწავლეები თუ რამდენი მათგანი რომელ დეკადაში არიან დაბადებულები. მოდით ვნახოთ ეს ამოცანა როგორ იხსნება. მე გიორგი ვერდატკიშვილი და თქვენ უყურებთ Microsoft Excel-ის ვიდეო გაკვეთილს. პირველ რიგში შევქმნათ იმიტაცია და ვნახოთ მაგალითად თუ როდის არიან დაბადებული სკოლის მოსწავლეები. დავწეროთ დაბადების თარიღი. და დაბადების თარიღი უბრალოდ დავაგენერიროთ შემთხვევითი პრინციპით. მაგალითად გავაკეთოთ ფუნქცია rand_between, რომელიც გვეტყვის, რომ 40,000-დან პირობითად 44,000-ის ჩათვლით დავიღოთ ეს თარიღები, დავაგენერიროთ რიცხვები, რომელიც რა თქმა უნდა იქნება short date შემთხვევაში სხვადასხვა წელი, გავშალოთ ისინი ქვემოთ და ახლა მივცეთ მათ ჩვეულებრივი paste value. ანუ მივცეთ მარჯვენა ბლოკი copy და ზედვე paste value, რათა თარიღები აღარ შეიცვალოს და იყოს ფიქსირებული. იმისათვის რომ გავიგოთ მიმდინარე წელიწადში რომელ დეკადაში რამდენ ბავშვს აქვს დაბადების დღე, პირველ რიგში ეს ყველა თარიღი უნდა ერთ წელში გადავიყვანოთ, ანუ მიმდინარე წელიწადად უნდა გადავიყვანოთ. მაგალითისათვის ვნახოთ, რომ ესე იგი გვაქვს ასეთი მონაცემი. ტოლია და შემდეგ დავწეროთ მაგალითად თარიღის ფუნქცია date. შემდეგ date-ის ფუნქციაში შევიტანოთ year-ში განახლებადი მიმდინარე წლის მონაცემით ფუნქცია today. ოღონდ ფუნქცია today-ში რა თქმა უნდა year-ი უნდა ამოვიღოთ. year და ესეც ფრჩხილში მოვაქციოთ. ასეთ შემთხვევაში გამოვიდა რომ knowledge-ზე დამეწერა, გამოვიდა რომ შესაბამისად მოგცემს მონაცემს, რომელიც იქნება 2025. ვინაიდან რადგანაც 2025-ში ვწერთ ვიდეოს. ხოლო months ფუნქცია მოგცემს თვეს მაგალითად ამ თარიღიდან და საბოლოო ჯამში ასევე შეგვიძლია ავიღოთ day-შიც day და გავხსნათ ფრჩხილი, ავიღოთ ეს და დავხუროთ ისიც. დავჭეროთ OK-ს და როგორც ხედავთ მივიღეთ ყველა მოსწავლის დაბადების თარიღი ამავე წელიწადში. რა თქმა უნდა აღვნიშნოთ, რომ გამონაკლისი შეიძლება იყოს თუ ვიღაც დაბადებულია ნაკიან წელიწადში 29 თებერვალს და მიმდინარე წელიწადში ნაკიანი არ გვაქვს თებერვალი და 29-ით არ არის, მაშინ ის გადაიყვანს თარიღს 1 მარტად. ამიტომ ეს გამონაკლისიც ზოგადად გასათვალისწინებელია. და აქ ხა გავაკეთოთ მიმდინარე წლის დაბადების დღე. და დავტოვოთ ეს ორი სვეტი და ვნახოთ ყოფნის თუ არა ეს ყველაფერი და რა გამოსავალი შეიძლება მოვიძიოთ ამისათვის. გადავიდეთ insert menu-ში და ავირჩიოთ pivot table. შემდეგ მივცეთ OK და თარიღები, რომელიც არის მიმდინარე წლის თარიღები, ჩავშალოთ, როგორც ხედავთ და დავინახეთ უკვე წლები. თუმცა თვეების შემთხვევაში თუ მივცემთ კვლავ group relax და აქ მარტო days-ზე გადავალთ, დავტოვებთ days და ცხადია 10 დღიანი ინტერვალებად აღვიქვავთ და მივცემთ OK-ს, ძალიან კარგი, დაიშალა, მაგრამ სამწუხაროდ რაოდენობები რამდენიც არ უნდა ჩავხაროთ აქ, ვერაფერს ვერ დავინახავთ გარკვევით, იმიტომ რომ დეკადები გაგვიფუჭდა. დაიწყო ჯერთი 6 იანვრიდან, იმიტომ რომ პირველი იყო 6. მივცეთ group-ი, მივცეთ ისევ პირველი, ერთიანი და აქაც 10. თუმცა, როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში შედეგმა არ გაამართლა, იმიტომ რომ 10 დღის შემთხვევაში 31-დან დაიწყო და ეს უკვე რეალურად არის მესამე დეკადის დასაწყისი მომდევნო თვის, სადაც პირველი დეკადა გვაქვს. დეკადაც კი შეგახსენებთ, რომ არის 10 დღე ყოველ თვეში. ამიტომ ეს გამოსავალი არ არის საკმარისი და სწორედ აქ ესეთი იდეა შეიძლება რომ შემოსულიყო. ცალკე ამოვიღოთ თვე, რომელიც რეალურად აქ ქონდა, ეს იყო ფუნქცია სწორედ months-ი, შესაბამისად ავიღოთ months-ით თვეები, ასევე შეგვიძლია ამოვიღოთ ფუნქცია day და მივიღეთ dates, შესაბამისად რომელიც იქნება დღე პრინციპში, აქ ვნახოთ დავწეროთ დღე და ქვემოთ დავწეროთ day. შესაბამისად ამოვიღოთ დღის მონაცემით და უკვე ახლა ავაგოთ insert-ით pivot table. მივცეთ OK და ცხადია თვეები ჩავაგდოთ row-ში. ხოლო დღეები ჩავაგდოთ ასევე თვეების ქვეშ და მიმდინარე წელიწადის თარიღები ან ნებისმიერი სვეტი არ აქვს მნიშვნელობა, შეგვიძლია ჩავაგდოთ value-ში უბრალოდ იმიტომ რომ დათვალოს. და აი აქ უკვე თვეებში შიგნით შეგვიძლია გავაკეთოთ დაჯგუფება. დავაჯგუფოთ 1-დან 31-ის ჩათვლით 10
10 ინტერვალით და შესაბამისად OK-ს რო დავაწვევით, მივიღებთ ყოველ თვეში 10 დღიან ინტერვალს. რის საფუძველზეც ჩვენ დავინახავთ თუ რომელი თვის რომელ დეკადაში თუ რამდენ მოსწავლეს აქვს დაბადების დღე და თუ გვაინტერესებს უშუალოდ მოსწავლეები ვინც არიან, შესაბამისად ვიცით რომ ამ რიცხვებს თუ ორჯერ დავაკლიკებთ, დავინახავთ კიდეც ამ იუბილარ ადამიანებს. უბრალოდ ჩვენ მათი სახელები და გვარები ამ ეტაპზე ამ ცხრილში არ გქონდა. მადლობა ამ შეკითხვისათვის. გელოდებით თქვენს ტრენინგებზე და მოიწონეთ ეს ვიდეო და არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩემი არხი. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.